იტალიაში ეროვნული ნაკრების მორიგი წარუმატებლობის და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ გასვლის შემდეგ ყველაზე აქტუალური თემა რასაკვირველია ფეხბურთია. ამ ორი დღის მანძილზე იტალიელები აქტიურად განიხილავენ თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრება. ვინ უნდა ჩაიბაროს ეროვნული ნაკრები და საჭირო არის თუ არა გლობალური რეფორმები. სანამ სკვადრა აძურას მწვრთნელებზე ვისაუბრებთ, მანამდე გეტყვით, რომ იტალიელებს კიდევ ერთი სადარდებელი გაუჩნდათ. UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა იტალია გააფრთხილა, რომ ქვეყანას შესაძლოა ჩამოერთვას ევრო 2032-ის მასპინძლობის უფლება. 2032 წლის ევროპის ჩემპიონატი იტალიასა და თურქეთშია დაგეგმილი, თუმცა იტალიაში სტადიონების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. კონტინენტის პირველობა დაგეგმილია და ის აუცილებლად ჩატარდება. იმედი მაქვს, ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის მოწესრიგდება და მზად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირი იტალიაში არ ჩატარდება. UEFA-ს პრეზიდენტის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, თუ რამდენიმე მდგომარეობაშია სპორტის ეს სახეობა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ რადიკალურად 180 გრადუსით უნდა შეიცვალოს ფეხბურთის განვითარების ვექტორი. რეფორმები უნდა გატარდეს სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად. რაც შეეხება ნაკრებს და მის მწვრთნელს. დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში სკვადრა აძურას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით რობერტო მანჩინი, რომელიც ამჟამად კატარულ კლუბ ალ-საჩი მუშაობს, იტალიის ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად მზად არის. კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მანჩინის გარდა საუბარია ანტონიო კონტეზე და მასიმილიანო ალეგრიზე, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ეს ორი მწვრთნელი მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაში გაწვრთნიან ქვეყნის ნომერ პირველ გუნდს. კონტეს კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მწვრთნელთან მუშაობის გაგრძელებას აპირებს. ალეგრის კონტრაქტი მილანთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, დამატებითი 1 წლით გახანგრძლივების ოფციით, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან. კონტესთან და ალეგრისთან მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება რელევანტური, თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელებს გრძელვადი ამ პროექტს შესთავაზებს. გერმანიის საფეხბურთო კლუბის მაინცი 05 სააპელაციო საჩივარი ანვარ ელ-გაზის საქმეზე უარყოფილი იქნა. 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ანვარ ელ-გაზიმ სოციალურ მედიაში დაწერა: ეს არ არის კონფლიქტი ან ომი, ეს არის გენოციდი და მასობრივი განადგურება და ჩვენ ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებთ. მან პოსტი პალესტინის განთავისუფლების შესახებ სლოგანით დაასრულა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა. კლუბმა კი ფეხბურთელი დასაჯა. მაინცის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ნიდერლანდელი ფეხბურთელი ფაქტობრივად კლუბიდან მოიკვეთა. მას გუნდთან ერთად ვარჯიში აეკრძალა. თავისთავად მატჩებში მონაწილეობაც გამოირიცხა. 2023 წლის ნოემბერში გერმანულმა კლუბმა ნახევარმცველთან კონტრაქტიც გაწყვიტა. ფეხბურთელმა მაინცის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და საქმეც მოიგო. კლუბს დაეკისრა ელ-გაზისთვის 1,5 მილიონ ევროს გადახდა. გერმანულმა კლუბმა თავის მხრივ სასამართლოს გადაწყვეტილება მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრა. ერფრუტის ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დატოვა წინა სასამართლოების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კლუბი კვლავ ვალდებული იქნება ფეხბურთელს გადაუხადოს დავალიანება. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გერმანული პრესის ინფორმაციით ელ-გაზი ასევე აპირებს 1,200,000 ევროს ოდენობის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ამ დროისთვის ნიდერლანდელი ნახევარმცველი კატარში ცხოვრობს და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ალ-საილიას ღირსებას იცავს. ბრაზილიელ ნახევარმცველ ედერსონზე ზაფხულში განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება, თუმცა როგორც ესპანური და იტალიური ტაბლოიდები წერენ, სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ედერსონი კარიერას თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს. ატალანტას ლიდერის შეძენა მადრიდის ატლეტიკოს. ესპანურ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ადემოლა ლუკმანთან ერთად 26 წლის ბრაზილიელის დამატებაც სურდა, თუმცა გარიგება არ შედგა. უпростоრად ზაფხულისთვის გადაიდო. ატლეტიკომ და ედერსონმა უკვე მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ზაფხულის ტრანსფერთან და კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით. ნახევარმცველის კონტრაქტი ბერგამოს კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გასულ კვირას იტალიელებმა და ესპანელებმა უკვე განიხილეს ედერსონის ტრანსფერის საფასური და კლუბებმა კარგი ურთიერთობა დაამყარეს. სავარაუდოდ ტრანსფერი 35-40 მილიონი евро დაჯდება. ატლეტიკო სურს გარიგების დასრულება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. მიმდინარე სეზონში ედერსონმა სერიას 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანჩესტერ სიტიმ ესპანელ ნახევარმცველ როდრის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ოქროს ბურთის გამარჯვებულის მოქმედი კონტრაქტი ქალაქელებთან 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ბოლო თვეებში გავრცელდა ინფორმაცია 29 წლის ნახევარმცველის მიმართ მადრიდის რეალის ინტერესის შესახებ.
რეალი ნამდვილად დაინტერესებულია როდრით და ევროპის ჩემპიონის თაობაზე შიდა მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. თუმცა ფეხბურთელისთვის ჯერ შეთავაზება არ გაკეთებულა და კლუბებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ დამყარებულა. თუ ფეხბურთელი უარს იტყვის ახალ კონტრაქტზე და წასვლას გადაწყვეტს, პრემიერ ლიგის კლუბი 2026 წლის ზაფხულში მის სანაცვლოდ დიდი ალბათობით სოლიდურ თანხას მოითხოვს. თავისთავად ეს არ იქნება 10 ან 20 მილიონი ევრო. სიმბოლური კომპენსაცია. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, ის თავის მომავალს ოჯახთან ერთად გადაწყვეტს. პირადი ინტერესებისა და შეთავაზებული პროექტების საფუძველზე. როდრის გადაწყვეტილების შემდეგ რეალ მადრიდი მის შემდეგ ნაბიჯს განიხილავს. მანჩესტერ სიტის სიამოვნებით გაახანძლიებს როდრის კონტრაქტს, მაგრამ თუ ის უარს იტყვის, ისინი ამჯობინებენ, რომ ის კიდევ ერთი წლით შეინახონ და 2027 წლის ზაფხულში უფასოდ გაუშვან. თუ მომავალ ზაფხულს კარგ შეთავაზებას არ მიიღებენ. მიმდინარე სეზონში ესპანელმა პრემიერ ლიგის 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო. ამსტერდამის აიაქსი ჟირონას მთავარმწვრთნელთან მიჩელ სანჩესთან კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს. ნიდერლანდური ფეხბურთის ფლაგმანი მომავალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. აიაქსი ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიურებს. კლუბის პრიორიტეტი კი მთავარი მწვრთნელი, კონკრეტულად კი მიჩელია. ამსტერდამული კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 50 წლის ესპანელთან. აიაქსი ერედივიზიის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ PSV Eindhovenს 28 მატჩის შემდეგ 20 ქულით ჩამორჩება. კლუბში სეზონი ჯონი ჰეიტინგამ დაიწყო. ის ნოემბერში ფრედ გრიმმა შეცვალა. ოსკარ გარსია კი მწვრთნელად 8 მარტს დაინიშნა. მიჩელი ჟირონას 2021 წლიდან წვრთნის. ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში კატალონიური კლუბი 34 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. რომას თავდამსხმელი პაულო იბალა წამყვანი სამხრეთ ამერიკული კლუბების ინტერესის ცენტრში მოექცა. იბალას კონტრაქტი რომასთან ზაფხულში იწურება. შესაბამისად, მას თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება, რაც არგენტინელი შემტევის მიმართ ინტერესს აორმაგებს. ბუენოს-აირესის ბოკა ხუნიორსი ზაფხულში ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნებას ეცდება. ბოკა იბალასთან კონტაქტზეა და თავდამსხმელს კონტრაქტის საწყისი შეთავაზებაც გაუკეთა. თუმცა ბუენოს-აირესის კლუბს კონკურენტი გამოუჩნდა. რიო-დე-ჟანეიროს ფლამენგო მზად არის ხმაურიანი ტრანსფერისთვის. ბრაზილიელები იბალას წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ. ფლამენგო ფეხბურთელს 4 წლიან კონტრაქტს თავაზობს ბოკას მიერ შეთავაზებულზე უკეთესი პირობებით. სანაკრებო პაუზა დაასრულებულია. შესაბამისად, მომავალ უქმეებზე ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. ჩვენ ყურადღებას 4 საინტერესო დაპირისპირებაზე შევაჩერებთ. დავიწყოთ ინგლისით. პრემიერ ლიგა 12 აპრილამდე ისვენებს. ხვალდაზე თასის მეოთხედ ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე ლივერპულს მიიღებს. ორივე გუნდი გარკვეული საკადრო პრობლემებით ხვდება მომავალ დაპირისპირებას. თუმცა ლივერპულს სიტისგან განსხვავებით შუაკვირაში ჩემპიონთა ლიგაზე პარის სენ-ჟერმენთან შეხვედრა ექვს. თავისთავად ორივე გუნდს შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტი ამ შემთხვევაში ფავორიტია და გვარდიოლას გუნდი შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. ამ გუნდების ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფრე. ორჯერ ლივერპულმა მოიპოვა გამარჯვება. ორ შემთხვევაში კი უკეთ გვარდიოლას ფეხბურთელებმა ითამაშეს. საინტერესო მატჩი შაბათს 15 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. გერმანიის ბუნდესლიგის 28 ტურის ცენტრალური შეხვედრა ევროპა პარკ სტადიონზე გაიმართება. ფრაიბურგი ჩემპიონატის უპირობო ლიდერს მიუნხენის ბაიერნს მიიღებს. რეკორდმაისტერი მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს. ასე რომ კომპანიის გუნდს ძალების რაციონალურად გადანაწილება შეუძლია. ლივერპულის მსგავსად ბავარიაც ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე. 7 აპრილს გერმანელები ხვდებიან ისტორიულად უხერხულ მეტოქეს მადრიდის რეალს. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კომპანიამ ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს. ფრაიბურგისა და ბაიერნის ბოლო 5 შეხვედრიდან ერთხელ დაფიქსირდა ფრე. დანარჩენ 4 შემთხვევაში რეკორდმაისტერმა გამარჯვება ისეიმა. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის დასასრულს გადავინაცვლოთ ესპანეთში. ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის რეალი ესტადიო სონ მოიზე მალიორკას დამარცხებას შეეცდება, თუმცა სამეფო კლუბს 3 ქულის აღება უნდა გაუჭირდეს, რადგან რეალი პალმა დე მალიორკაზე საკადრო ცვლილებებით ჩადის. მომავალ შეხვედრას სხვადასხვა მიზეზით სებალიოსი, კურტუა, ვალვერდე, როდრიგო, მილიტაო და მენდი გამოტოვებენ. მილიტაოს, მენდის და როდრიგოს შესახებ ყველაფერი ნათელია. ეს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია ლაზარეთში არიან, თუმცა კურტუას და ვალვერდეს არ ყოფნა წესით რეალს უნდა დაეთქოს. ამას დაუმატოთ ჩემპიონთა ლიგის ფაქტორიც. მიუხედავად ამისა, სამეფო გუნდი უდავო ფავორიტია. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. ამას გარდა რეალი ჩემპიონობისთვის იბრძვის. შესაბამისად, პრობლემების მიუხედავად თეთრებმა გამარჯვება უნდა მოიპოვონ. არ არის გამორიცხული რეალმა მეტოქემ მოგზალებული ანგარიში დაამარცხოს.
შაბათს 23 საათზე ვანდა მეტროპოლიტანოზე ატლეტიკო ბარსელონას მიიღებს. ეს გუნდები 10 დღეში 3ჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ერთხელ ლა ლიგის ეგიდით, ორჯერ კი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონა პირველობისთვის იბრძვის. მადრიდელებისთვის კი ლა ლიგა წელს ფაქტობრივად დასრულებულია. სიმეონეს გუნდი პირველ ადგილას 15 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ატლეტებმა შესაძლოა თავს დასვენების საშუალება მისცენ და ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გააკეთონ აქცენტი. ამ ლოგიკით გამარჯვება ბარსელონამ უნდა მოიპოვოს, თუმცა ეს ისეთი მატჩია, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც წესი, ატლეტიკო ბარსელონას თამაშები უხგოლიანია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერად ბევრი გოლი არ გავა. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო სანახაობას ვიხილავთ. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ არხი. დროებით.